საქართველო არის ფაქტობრივად ერთადერთი ჩაის წარმოებელი ქვეყანა, სადაც იზრდება ჩაის ბუჩქები და იძლევა ხარისხიან მოსავალს და ინდუსტრიულ მოსავალს, სადაც მოდის თოვლი ზამთრობით. და ის რომ ჩვენთან არის ცივი ზამთარი, ეს უკვე იწვევს იმას, რომ ბუნება, ასე ვთქვათ, და კლიმატი თვითონ ებრძვის აი ამ ჩაისთვის დამახასიათებელი მიკრობებს თუ ბნელებს თუ მწერებს, რომელმაც შეუძლია დააზიანონ მოსავალი და დღის და ღამის საშუალო ტემპერატურებს შორის სხვაობაც არის. ჩვენი ჩაი ამ ხრივ ამ კლიმატის ამ დღის და ღამის საშუალო ტემპერატურის ცვალებადობის გამო ბევრად განსხვავებულ არომატიკას და ბევრად განსხვავებულ გემოვნურ თვისებებს იძენს, განსხვავებით სხვა ქვეყნების ჩაებს. ანუ ქართულ ჩაის აქვს თავისი ნიშა, თავისი განსაკუთრებული არომატი და გემოვნური თვისებები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ანასეულის ჩაის ფაბრიკაში, რომელიც დაარსებულია 1964 წელს. ამ საამქროში მზადდება პირველი ხარისხის ჩაი. აი ეს დანადგარები, რომლებსაც თქვენ ხედავთ, ეს არის გამოშვებული 1964 წელში და ის დღესაც ფუნქციონირებს, ისევე სრულყოფილად, როგორც ის ფუნქციონირებდა ათეული წლების უკან. ჩაის გადამუშავების დროს აუცილებელია, რომ ჩაის ფოთოლში არსებული უჯრედები დამუშავდეს, ის გასკდეს, საიდანაც უნდა გამოვიდეს სითხე, რომელიც სითხიდანაც ტექნოლოგიური პროცესის ჩარევის შემდეგ კეთდება ჩაი. ამისათვის გამოგონილია აი ეს როლერები, რომლებიც აკეთებს ჩაის გრეხვას და ამის შემდეგ ის გადადის მეორე ეტაპზე, რომელსაც ჰქვია ფერმენტაცია. ის გადადის საფერმენტაციო ოთახში, სადაც მიდის მისი დამუშავება დაახლოებით 26 გრადუსზე და 98% ტენიანობაზე, სადაც მიმდინარეობს მისი ჟანგვა, ეგრეთ წოდებული ფერმენტაცია. ფერმენტაცია გრძელდება 3-დან 4 საათამდე, რის შემდეგაც ფოთოლი არის მზად ხმობისათვის. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პრემიუმ ჩაის საამქროში. აუცილებელია 3 ტექნოლოგიური პროცესი. პირველი ტექნოლოგიური პროცესი არის მისი ღნობა. ღნობა რას ნიშნავს? ფოთოლი, რომელიც მოდის ფართობიდან, მისი ტენიანობა შეადგენს 66-დან 82%-მდე. ჩაი, რომელიც უნდა მომზადდეს მოსაგრეხად, გამზადდეს, მისი ტენიანობა უნდა დავიდეს აუცილებლად 62%-ზე. ეს არის ტროფები, ეს ამაგიდას ქვია ტროფი, რომელზეც იყრება ჩაი დაახლოებით 15 სანტიმეტრის სიმაღლის და უბერავს 38 გრადუსი ტემპერატურა. ამის შემდეგ ის გადადის როლერში. 62%-ის ტენიანობის ფოთოლი ბევრად ელასტიურია ახალმოკრეფილ ფოთოლზე და ის უფრო დამყოლია გრეხვის დროს, რომ მან მიიღოს ფორმა. ჩაი, რომელიც გამზადებულია უკვე და მას აქვს 62% ტენიანობა, ის მოდის და იყრება აი ამ როლერში. გრეხვის დასრულების შემდეგ გამოდის როლერიდან და გადადის საფერმენტაციო საამქროში. და ამის შემდეგ საშრობ აგრეგატში. საშრობი ღუმელები გაკეთებულია ხისგან. და ამის შემდეგ უკვე ის მიდის საამქროში, სადაც ინახება, ფასოვდება და მიდის უკვე გაყიდვაში. ეს არის ყველაზე ძველი მოქმედი ჩაის ფაბრიკა, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ყველაზე რთული წლები ალბათ ეს იყო 90-იანი წლები, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, თუმცა ხელმძღვანელობამ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად მოახერხა ის, რომ შეინარჩუნა
და ფაქტობრივად ეს როგორც შენობა, ასევე დანადგარები ნაკლოდ არის შემორჩენილი და მათი დიდი ნაწილი კი არა და ფაქტობრივად 100% ფუნქციონირებადია და გვაქვს დაახლოებით 60 ჰექტარი საკუთარი ჩაის პლანტაცია და აქედან 10 ჰექტარი ჩაის პლანტაცია არის ორგანულად სერტიფიცირებული. აქვე მინდა აღნიშნო და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი 50 ჰექტარი არ არის ორგანული ჩაი. უბრალოდ 10 ჰექტარი არის ოფიციალური მასერტიფიცირებელი ორგანოს კავკასერტის მიერ სერტიფიცირებულია როგორც ორგანული ჩაი. ახართული ჩაი გამორჩეული არის იმით, რომ ბუნებრივად ორგანული გამოდის. რასაც ვამზადებთ ანასეულის ჩაის ფაბრიკაში, ეს არის ძირითადად შავი და მწვანე ჩაი, ეს არის ჩვენი წარმოების დაახლოებით 90%. თუმცა ასევე ვაკეთებთ აქ თეთრ ჩაის, ყვითელ ჩაის, წითელ ჩაის, ასევე ჩაის სხვადასხვა გამომშრალი ხილის დანამატებით, სხვადასხვა მცენარეული დანამატებით და ასე შემდეგ. ჩვენი ორგანული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია გაგვაქვს ევროპის ქვეყნებში, ეს არის ჩეხეთი, გერმანია და საფრანგეთი და ასევე შარშან პირველად ჩვენი ჩაის პროდუქცია ცოტა რთულად წარმოსადგენელი იყო, გითხრათ სიმართლე, მაგრამ ტაივანში გავაგზავნეთ ტაივანელმა სპეციალისტმა, რომელიც სტუმრობდა საქართველოს, აღმოაჩინა, რომ აქაური კლიმატი და აქაური, ასე ვთქვათ, ნიადაგი იძლევა ძალიან დიდ შესაძლებლობას, რომ უმაღლესი ხარისხის ჩაი შეიქმნას, გაკეთდეს აქ და გასინჯონ იქაურმა ხმარებლებმა. ეს ფაბრიკა სხვათა შორის გამომდინარე იქედან, რომ მართლაც ფაქტობრივად ერთადერთია, რომელმაც თავის პირვანდელი სახე შეინარჩუნა. ძალიან საინტერესოა ბევრი უცხოელი სტუმრისთვის. აქ მასულ სტუმარს შეუძლია პირველი დაათვალიეროს ეს ყველაფერი, ერთგვარად იმოგზაუროს დროში და ნახოს დაახლოებით 63 წლის წინ რა ხდებოდა. ასევე ჩვენ სტუმრებს ვაკუთვნებთ ჩაის მასტერ-კლასს, რაც გულისხმობს არა მხოლოდ დეგუსტაციას, რომ დეგუსტაცია თავისთავად შედის ამაში, ასევე მის სწორად დაყენებას, ჩაის სწორად დაყენებას, მის შენახვის წესს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ანასეულის ჩაის ფაბრიკის ლაბორატორია, სადაც ხდება ყოველდღიურად ჩვენს მიერ წარმოებული ჩაის შემოწმება. ჩაის შემოწმება ხდება შემდეგნაირად, საერთოდ მიღებულია ყველგან მთელ მსოფლიოში და კონკურსებზე 3 გრამი ჩაი 150 მილილიტრი წყალზე. ამ კონსტიტუციით ადამიანი ღებულობს მაქსიმალურად ჩაის არომატებს და ჩაის სურნელს. ჩაი შეიძლება დააყენოს სხვადასხვანაირად, მაგრამ თუ გინდა გაიგონ ნამდვილი ჩაის არომატი და გემო, აუცილებლად ის უნდა დაყენდეს 3 გრამი 150 მილილიტრი წყალზე. აუცილებელია მისთვის მინიმუმ 5 წუთი, ეს სტანდარტია, რომ 5 წუთის შემდეგ ხდება მისი გადმოსხმა ფინჯანში და ჩვენთან მოსულ სტუმრებს ჩვენ ელემენტარულ უნარჩვევებს ვაძლევთ იმისათვის, რომ მათ სწორად შეარჩიონ ჩაი ხარისხიანია თუ არ არის ხარისხიანი. როდესაც ჩას დავაყენებთ, მას აუცილებლად უნდა კონდეს, თუ კი ის ხარისხიანი ფოთლიდან არის გაკეთებული და სრულყოფილი ტექნოლოგია ჩატარებული, მას უნდა კონდეს აუცილებლად მუქი წითელი ფერი და წრეზე უნდა კონდეს ოქროს ბეჭედი. ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ თქვენ მიირთმევთ ხარისხიან ჩას.